ალბომი საქართველოს არქიტექტურაზე უკვე დამზადებულია. გამოცემაში ყველა ის პროექტი და არქიტექტურულ ნაგებობაა შესული, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელდა. ახალი საქართველო ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ასე ქვია გამოცემას, რომლის პრეზენტაციაც დღეს ქუთაისში გაიმართა. ნახოთ სიუჟეტი. ახალი პარლამენტი ქუთაისში, იუსტიციის სახლები, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, გზები და თანამედროვე არქიტექტურა. მოკლედ, ყველა ის შენობა ნაგებობა, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ბოლო 8 წლის განმავლობაში აშენდა, თანამედროვე ფოტოგრაფებმა ჯერ საკუთარ ფირზე აღბეჭდეს და შემდეგ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულმა პროექტებმა თავი ერთ კატალოგში მოიყარა. საქართველო 4 თვის განმავლობაში ფრანგმა ფოტოგრაფებმა ფეხით, ტრანსპორტით და ვერტფრენით მოიარეს. ფრანგი ფოტოგრაფი ვინსენტ ლაპარტიანი ერთ-ერთია იმ 4 ფოტოგრაფს შორის, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ქართულ არქიტექტურას გაეცნო. ამბობს, რომ გადაღებების საინტერესოდ მიმდინარეობდა და თითოეულმა ფოტომ საქართველოს ყველა კუთხე გააცნო. ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის ის კონტრასტები იყო, რომელიც ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. შუშის შენობები, თანამედროვე პარლამენტი და იუსტიციის სახლები. გასაოცარი შეგრძნება დამიტოვა ღამის თბილისმა და მშვიდობის ხიდმა. გადაღებები ჯერ თბილისში დაიწყო, შემდეგ იყო სიღნაღი, მესტია, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე და სხვა რეგიონები. იმისთვის, რომ ახალი საქართველო ფირზე ისტორიისთვის აღბეჭდილიყო, ფრანგი ფოტოგრაფები ყოველდღე მუშაობდნენ. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ჩვენ ფოტოგრაფთა გუნდი დარწმუნებულები ვიყავით, რომ პროექტი საინტერესო გამოვიდოდა. მინდა თამამად ვთქვა, რომ ქვეყანაში საკმაოდ გემოვნებიანი თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობებია. შენების და წინსვლის მტკიცებულება. ასე შეაფასა ახალი კატალოგი კულტურის მინისტრმა, რომელმაც ქუთაისში მთავრობის სახლში ალბომის პრეზენტაცია გამართა. წიგნი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. ეს არის ახალი ქართული არქიტექტურა, რომელიც 2004 წლიდან 2012 წლამდე შეიქმნა საქართველოში ფაქტურად ცარიელ ადგილას და რამაც ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეგობრები, სტუმრები, ტურისტები მოხიბლა და გვინდოდა რომ სწორედ ეს ერთობლიობა, ესეთი დიდი სურათი ასევე მიგვეწოდებინა ყველა ქართული ოჯახისთვის. TBC, საქართველო და ლიბერთი ბანკი, ვისოლი, სოკარი და გალფი. კატალოგის შექმნაში კულტურის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობა ყველა ამ კომპანიამ მიიღო. აქ რამოდენიმე ობიექტიც მოხდა, ძალიან გვახარებს და ერთ-ერთი ასევე ყველაზე მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ დიდი შრომის შემდგომ მოესწრო და სწორედ ამ წიგნის გამომშვება დაემთხვა დღევანდელ დღეს 26 მაისს. არის ასევე ჩვენი ჯგუფის რამდენიმე შენობაც, რომელიც ჩვენ დავამთავრეთ ამ პერიოდში, ეს არის უნიკალური შენობა ბათუმში, მაგალითად TBC ბანკის, რომელიც იყო რკინიგზის სადგური, ვაგზლის შენობა, ქუთაისის ცენტრში ულამაზესი TBC ბიზნეს ცენტრი. ყველაზე მასშტაბურ კრებულს ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ 2004-2012 პირველად ქართველი დამთვალიერებელი შეაფასებს. ალბომი საქართველოს ახალ არქიტექტურაზე მალე ბინას ყველა ოჯახში დაიდებს.